ასე ხელშეკრულებას ესე დღესგამოშვებითი და ღირსების ორდენით არ არიგებდა. ყველა ქვეყანა, რომელიც მოახერხა ასეთი ურთიერთობის ჩამოყალიბება მსოფლიოს ყველაზე გზავ სახელმწიფოსთან, მოახერხა ასე უზრუნველყოფა თავის სტაბილური განვითარების, თავის შიგნით და რეგიონში, იმ რეგიონში, სადაც ქვეყნები მიყოფილია მშვიდობის და ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ ამ მიმართულებით, ემსახურება სწორედ საქართველოს მთლიანობას, საქართველოს სიძველეს, საქართველოს სტაბილურობას, საქართველოს მშვიდობიან განვითარებას. მშვიდობის გარანტია თუ ახალი ომის საფრთხე, შეძლებს თუ არა ამერიკასთან გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულება რუსეთის აგრესიული ზრახვების შეჩერებას. გახდება თუ არა ქართულ-ამერიკული ხელშეკრულება რუსეთის ხელახალი აგრესიის მიზეზი. ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესები და რუსეთს არ მოწონს ჩვენი ტერიტორიები, ტერიტორიული ერთიანობა, რუსეთს არ მოწონს საქართველოს არის დამოუკიდებელი, რუსეთს არ მოწონს საქართველოს პრეზიდენტი, არ მოწონს ქართული ღვინო, არ მოწონს ქართული ბორჯომი და კიდე ამ შემდეგ ახლა ქვეყნები მოეწონება ახლა. ცივი ნაზრანი დარიეს თვითონ. ეს გულისხმობს კონკრეტულად საქართველოსა და ამერიკას შორის დასადების ხელშეკრულება, რომელიც ხელმოსაწერად დაჩქარებული ტექსტით მზადდება. ოპოზიციის ნაწილი ხელშეკრულების ტექსტის საჯაროდ განხილვას ითხოვს. ჩვენ მივესალმებით სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცებას ნებისმიერ დასავლეთ პარტნიორთან, იმავდროულად მიგვაჩნია, რომ უნდა გამოქვეყნდეს ხელმოწერამდე აუცილებლად ხელშეკრულების ტექსტი. ძალიან საეჭვო არის, რომ ერთი კვირის მანძილზე ხდება ამ ხელშეკრულების იდეის გახმიანებას, ტექსტის მომზადებას და ხელმოწერას. საეჭვები აქვს ოპოზიციას და რა გეგმები აქვს ხელისუფლებას. ხელისუფლება ამბობს, რომ ხელშეკრულებას მაქსიმუმ იანვრის პირველ კვირას მოეწერება ხელი. რატომ ჩქარობენ საქართველოს და ამერიკის ხელისუფლებები? ხელშეკრულების განმტკიცებული ქართულ-ამერიკული მეგობრობის დეტალები. დღეს თოქ-შოუში ბარიერი. აღმოსავლეთის მოგესალმები ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერშია პროგრამა ბარიერი, მე ალექსანდრე ელისაშვილი გახლავარ ჟურნალისტი გადაცემას დღეს მე გაუძღვები. აშასე როგორც ჩანს დღე-დღეზე სულ რამდენიმე დღეში სავარაუდოდ გაფორმდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ახალი ჩარჩო ხელშეკრულება, მსგავსი ხელშეკრულება ჯერ არ ქონია. დეტალები ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეებისთვის ჯერჯერობით უცნობია და შესაბამისად მეტად საინტერესოა რა წერია ამ ხელშეკრულების პროექტში, რომელიც ჯერ არ გაფორმებულა. დაიცავს თუ არა ეს ხელშეკრულება უსაფრთხოების სისტემა გვარიანა მორყეულ საქართველოს, უზრუნველყოფს თუ არა ეს ხელშეკრულება ზამთარში გაზაფხულზე და ზოგადად ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, სტაბილურ განვითარებას. ხომ არ იქნება ეს ხელშეკრულება ახალი პროვოცირება რუსეთისა, რუსული ახალი აგრესიისა ჩვენ საწინააღმდეგოდ. ამ თემებზე ძირითადად ამ თემაზე ვისაუბრებთ. დღევანდელ გადაცემაში, რომლის სტუმრებსაც წარმოგიდგენთ, საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ახალგაზრდა წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი, ბატონი დავით დარჩიაშვილი, ასევე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელი გუბა სანიკიძე, დავით ზურაბიშვილი, ნიკოლოზ ლალიაშვილი. მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, მივესალმები დარბაში მსხლომ, ასევე მადლობას მოგახსენებთ. ბატონ დავით, ახლა უკვე ახალი მითქმა-მოთქმის საგანია, რა წერია ჩარჩო ხელშეკრულებაში და ყველას გონება არის იმით ანთებული, ბევრი მშვიდად არის, ბევრი პირიქით აფორიაქებულია, რომ შეიძლება ახლა კიდე უფრო გავაღიზიანოთ რუსეთი, ან ბევრი ფიქრობს, რომ არ იქა გვეშველა, ახლა სწორედ ის არის, რაც ჩვენ მჭირდებოდა მარტო რუსეთთან შეტოვებულ, გაავებულ რუსეთთან შეტოვებულ ქართველებს. ვერაც ფიქრობ, თუ იცნობთ იმ პუნქტებს, რომელსაც ხელი ჯერ არ მოწერია, მაგრამ დენად ხართ ინფორმირებული. მეტნაკლებად სტანდარტული ტექსტია, რომელიც გაიდო შეერთებულ შტატებსა და მის რამოდენიმე პარტნიორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა დროს. ყველაზე ისე ვთქვათ, მახლობელი და ალბათ ანალოგი იქნება ჩვენი ტექსტით, ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნებთან დადებული და სულ ბოლოს უკრაინასთან გაფორმებული. ყველა ეს ტექსტები არის ძალიან აბზილად ხელმისაწვდომი, ახლა მათი თარგმანი არსებობს თუ არა რუსულად ან ქართულად არ ვიცი, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე მთელი ეს ტექსტები დევს. ეს არ არის, მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის ჩარჩო ხელშეკრულება, თავისი ძალიან მრავალმხრივი პუნქტებით, რომელიც რატიფიცირება პარლამენტში არის აუცილებელი. მე მგონია, მაინც შევაფასებდი როგორც დაახლოებით ურთიერთგაგების მემორანდუმს, ცოტა უფრო მაღალი დონის
ვიდრე მემორანდუმები არის ხოლმე ჩვეულებრივ და ეს გამოხატავს ზოგად განზრახულობებს, რომ რაც აქამდე მომხდარა ჩვენ ორ ქვეყანას შორის. იქნებოდა ეს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, თუ მთელი რიგი ეკონომიკური პროექტები, რომელიც განხორციელებულა, ყველაფერი ეს ტექსტი ამბობს, რომ ამას გვეუბნება ჩემის აზრით, რომ ეს არის არა შემთხვევითი გარემოებებიდან გამომდინარე, არამედ ეს არის საწყისი ხანგრძლივადიანი პარტნიორობისა, რომელსაც თავს უყრისა ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, ქარტია, ალბათ ქარტია იქნება სახელწოდება საბოლოო ჯამში ამ დოკუმენტის და რომ ეს ასეთ გაგრძელდება და გაღრმავდება ეს ურთიერთობები. საუბარია 4 პრიორიტეტულ თემაზე, ეს არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, ეს არის კულტურა, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცება, დემოკრატიული რეფორმების გაღრმავება და თავდაცვა და უსაფრთხოება, რაც ალბათ გამომდინარე იმ ვითარებით და რაშიც ვიმყოფებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალზე მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ეს ერთის მხრივ აწესრიგებს აი ამ რეფორმათა პროცესში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და მეორეს მხრივ ეს არის სიგნალი კრემლისათვის. რომ ეს სიგნალი ხوار გააცოფებს კრემლს და კიდევ ხوار დაქტორავენ ახლა და გარკვეულწილად რომ გააღიზიანებს, მაგრამ უმჯობესი იყო ეს ტექსტი ხელმოწერილიყო და აქვე უპასუხებს თქვენს ეთერში გაჟღერებულ კითხვას, რომ თქვათ რატო ესე ჩქარა და ასე შემდეგ, რომ კარგი იყო რომ ეს ქარტია გუშინ ქონოდა, ფიგურალურად ვიტყვი, ქონოდა თუნდაც რა ვიცი, რამოდენიმე თვის წინ შეიძლება ბევრი რამ სხვანაირად განვითარებულიყო, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ისევ მეორე, არაფერი განსაკუთრებული საიდუმლო ამ ტექსტში არ არის, სამუშაო პროცესშია და გამოქვეყნდება აუცილებლად და საზოგადოება განსჯის. აი რაც გითხარით დაახლოებით ეს არის შეგიძლია. ხერას ფიქრობთ, ალბათ ჩიორა. ჩვენს კოლეგებს, ჩვენს მაყურებელს მივესალმები, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევით ესეთ პირველი შემთხვევა არის, როდესაც მე თქვენ სტუდიაში გამოდივართ, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. რაც შეეხება უშუალოდ ქარტიის როლს და მის მნიშვნელობას, ძალიან მნიშვნელოვანი არის სიტყვა სტრატეგიული ჩემი აზრით, რომელსაც ხალხი გუშინ სააკაშვილის პრეზიდენტის კომენტარი იყო, რომ კარგი იქნება თუ სიტყვა სტრატეგიულიც იქნება ამ ხელშეკრულებაში. ამერიკულ ტექსტში ასეც წერია, მას ქვია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ეს არის სწორედ დაფიქსირება იმ ხედვისა, რომელიც გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ალბათ მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ ის ისტორიაც, რომელიც წინ უძღოდა ხოლმე ქვეყნებთან მიმართებაში აი ამ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტიის თუ ხელშეკრულების გაფორმებას. ეს გახლავთ გარკვეულ დონეზე ქვეყნის მზაობა იმისთვის, რომ იგი გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი. მაგალითად, ბალტიის ქვეყნების მაგალითს თუ ავიღებთ, ესეთი ხელშეკრულება არ დავიწყო ბალტიის ქვეყნების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე. ამას დაჭირდა წლები იმას კერძოდ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დარწმუნებული იყო, რომ როგორც დემოკრატიული მიმართულებით, ასევე სხვა თვალსაზრისით ქვეყნები არიან განვითარების გარკვეულ დონეზე უკვე მისული და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სამართლებრივ ფორმატში იმ განზრახვის დაფიქსირება, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იქნება ნამდვილად სტრატეგიული და დაეფუძნება კონკრეტულ პრიორიტეტებს. არის თუ არა ეს მაპის კომპენსაცია, ვერ მივიდეს მაპი, ყოველ შემთხვევაში მანამდე არავის არსად უხსენებია, რომ ამგვარი ხელშეკრულება შეიძლება გაფორმებული იყო ჩვენსა და შეერთებულ შტატებს შორის და რახან მაპი ვერ მივიღეთ, დავდექით ახლა და რუსეთის წინაშე მარკოდ და შემდეგ ხომ არ წამოვიდა ეს თემა. და იქნება თუ არა ამასთან დაკავშირებით ჩვენი გულის მოგებისთვის. ამასთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ იმ შემთხვევაში თუ კი მაპი არის გარკვეული დაპირება იმისა, რომ ქვეყანასა და ნატოს შორის შედგება სამომავლოდ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და გაწევრიანდება ეს ქვეყანა მაპში, სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება არავითარ რაღაც დამატების პირობას არ საჭიროებს იმისთვის, რომ შემდგომში რაღაც დამატებითი კრიტერიუმები იქნეს გაკმაყოფილებული ქვეყნის მიერ. როგორც მოგახსენეთ, ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი და გაცხადება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დარწმუნდა ამა თუ იმ ქვეყანასთან მიმართებაში, ამ ქვეყნის სანდოობაში პირველ რიგში და იმაში, რომ მზად არის ამ ქვეყანასთან დაამყაროს გრძელვადიანი სტრატეგიული ურთიერთობები. შინაარს თუ მიუბრუნდებით ხელშეკრულების ბალტიის ქვეყნებთან დადებულ ქარტიას და